შეიძლება თუ არა ორსულისთვის ეპილაცია, შილაკი, მელირება, ბოტოქსი, ფილერი და სხვა კოსმეტიკური პროცედურები. თანმიმდევრობით ყველა პროცედურის შესახებ მოგახსენებთ. დავიწყოთ მელირებით და თმის შეღებვით, ანუ აი ამ თმის ქიმიური პროცედურებით. მათ არ აქვთ პირდაპირი გავლენა ნაყოფზე, თუმცა მცირე რაოდენობით შეიწოვება დედის ორგანიზმში. არ არის საკმარისი კვლევები ჩატარებული, რომელიც დაადგენდა თმის მელირების ან შეღებვის შედეგად საღებავის მავნე ზემოქმედებას ნაყოფზე. აქედან გამომდინარე, უმჯობესია ორსულმა თმა შეიღებოს უამიაკო საღებავით და უმჯობესია თავი შეიკავოს 12 კვირის ვადამდე. მაშინ, როცა ხდება ნაყოფის ძირითადი ორგანოების და ფუნქციების ჩამოყალიბება. ასევე თმის შეღებვისას ეცადეთ, რომ ნაკლებად შეისუნთქოთ ის ქიმიური ნივთიერების სუნი და რადგან ნაკლებად მოხვდეს ის ფილტვებში და სასურველია, რომ ის სივრცე, სადაც თმას იღებავთ, კარგად ნიავდებოდეს. რაც შეეხება გელს და შილაკს, ის მინიმალური რაოდენობით შეიწოვება ფრჩხილის ზედაპირიდან, თუმცა კვლევები არ არის ჩატარებული, მაგრამ გირჩევთ, მეკითხებიან ხშირად, რომ შეიძლება გელი და შილაკი გავიკეთოთ, დიახ, შეიძლება გაიკეთოთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული წესები. ცხვირზე და პირზე აიფაროთ ნიღაბი, რადგან არ შეისუნთქოთ ის მტვერი, რომელიც წარმოიქმნება ფრჩხილების დამუშავებისას, კარგად უნდა ნიავდებოდეს სივრცე, ან სპეციალისტს უნდა ქონდეს სპეციალური გამწოვი. ასევე ამ შემთხვევაშიც ეცადეთ, რომ გელი და შილაკი დაგეგმოთ 12 კვირის შემდეგ. ეპილაცია უსაფრთხოა, თუ ის ტარდება შუგარინგით, ანუ ცვილით. თუმცა ორსულებში ტკივილის და ალერგიის მიმართ ხშირად გრძნობელობა გაზრდილია. აქედან გამომდინარე, თუ ადრე არ გქონდა ალერგია და არ იყავი ამ ტკივილისადმი გრძნობიარე, ორსულობის დროს შეიძლება ეს შეგრძნებები გაურმაგდეს და გასამაგდეს. ამიტომ ვურჩევ ორსულებს, რომ ეპილაცია ჩაიტაროს პატარა უბანზე და შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში თუ არანაირი ცვლილება არ იქნება, ყველაფერი იქნება ნორმალურად, ამ შემთხვევაში შემდგომ უკვე ჩაიტაროს მთლიან ზედაპირზე. შეიძლება ბოტოქსის, ფილერის, ბიორევიტალიზაციის ჩატარება ორსულობის დროს. იმ ნივთიერებების გავლენა ნაყოფზე, რომელიც გამოიყენება აღნიშნული პროცედურების დროს, არ არის შესწავლილი და არ არსებობს არანაირი კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ აღნიშნულ კოსმეტიკურ პროცედურებს, ბოტოქს, ბიორევიტალიზაციას, ფილერს არ ვურჩევთ ორსულობის დროს.